პროკურორ ხაჩიძის მამა შემოსავლების სამსახურის განცხადებას პასუხობს. მეულოდ ხაჩიძე ამბობს, რომ მიწის გადასახადთან დაკავშირებით მას შეტყობინება არ მისვლია. მისი ვაჟის განმარტებით კი ფინანსთა სამინისტროსთან გადასახადების ადმინისტრირების საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ხაჩიძესთან ერთად საშემოსავლო გირავნობა საქართველოში 10,000-ზე მეტი მოქალაქის უძრავ-მოძრავ ქონებას აქვს დაკისრებული. არც არ მომსვლია, არც შეტყობინება, არც გაფრთხილება, რომ გადაიხადებოდა. მე კიდევ ბრძანება მაქვს ხელში, რომ სადაც წერია, რომ 5 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთზე გადასახადი არ გვხვდება. არასდროს არავის არ გადაუხდეთ, არც ხო გადასახადი არასდროს. სავარაუდოდ არის რაღაცა გადასახადი, რომელიც მიწის გადასახადს უკავშირდება და ჩვეულებრივ ადმინისტრირება მიდის ფინანსთა სამინისტროდან. მე ვფიქრობ, ეს გადასახადები გადაიხდება, ალბათ რაღაც დაგვიანდა გადახდა და ეს პრობლემაც მოიქცევა. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ბატონ მეულოდ ხაჩიძის მფლობელობაში საკუთრებაში არსებულ ქონებას ადევს საგადასახადო გირავნობა და არა ყადაღა, ისე როგორც ეს განაცხადა მისმა შვილმა ბატონმა გიორგი ხაჩიძემ. საგადასახადო გირავნობა წარმოიქმნა იმის გამო, რომ ბატონ მეულოდ ხაჩიძეს აქვს საკუთრებაში 18,816 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი ხაშურის რაიონში. ეს არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ამ ქონებაზე მას დაერიცხა გადასახადი 235 ლარი და 13 თეთრი, რასაც დაერიცხა საურავი 3 ლარი და 46 თეთრი. როგორც კი ეს თანხა 235 ლარი დაიფარება, ასევე პროგრამულად ავტომატურ რეჟიმში ბატონ მეულოდ ხაჩიძეს მოეხსნება საგადასახადო გირავნობა.